მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მივესალმები სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს და ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის დააპატიმრეს უკანასკნელი დღეების მადლობა, ჩემი სოლიდარობა მათ. ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, როგორც განვაცხადეთ, მას აქვს სპონდილოართრიტი, ეს არის სისტემური აუტოიმუნური დაავადება, ქრონიკული პროცესი არის, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ეჭვი მივიტანეთ, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მას შემდეგ რაც ჩავერთეთ აქტიურად პროცესში გამოვითხოვეთ ელენეს სამედიცინო ისტორია ციხიდან და შემდგომ უკვე იცით ყველასთვის კარგად არის ცნობილი რა პროცესებსაც ჰქონდა ადგილი მის გადმოყვანასთან დაკავშირებით სამოქალაქო კლინიკაში და მას შემდეგ რაც გადმოვიყვანეთ უკვე სამოქალაქო კლინიკაში ვივამეთში დავიწყეთ ინტენსიური კვლევები ერთის მხრივ იმისთვის რომ დიფერენციალური დიაგნოსტიკა გვეწარმოებინა ანუ სხვა დაავადებების არსებობა გამოგვერიცხა, ანუ ის დაავადებები, რომელსაც შესაძლებელია ჰქონოდათ მსგავსი სიმპტომები და ამის გარდა პარალელურად გვცოდნოდა თუ რა შესაძლო გართულებები შეიძლებოდა ყოფილიყო ამ სამუშაო დიაგნოზის მკურნალობის დაწყების პროცესში. შესაბამისად, ეს კვლევები იყო ძალიან მასშტაბური, მოიცვა ფაქტობრივად ყველა სისტემა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არის. ჩვენ გავიარეთ არაერთი კონსულტაცია, როგორც ბრიფინგზე აღვნიშნე, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველ ექიმებთან, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებთან და მათ თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას ჩართულობისთვის და აი ამ კოლეგიალური თანამშრომლობისთვის, ვინაიდან ძალიან ღირებული იყო მათი ჩართულობა ამ პროცესში და შევაჯერეთ ყველა კვლევა, რომელიც უნდა ჩატარებოდა ელენეს, ეს იყო როგორც ინსტრუმენტული კვლევები, ასევე ლაბორატორიული კვლევები და ლაბორატორიული კვლევების ნაწილის გაგზავნა მოხდა საზღვარგარეთ, რაც თქვათ აქ არ კეთდებოდა საქართველოში და შესაბამისად უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან სიღრმისეული კვლევა. დაახლოებით რამდენიმე დღის წინ უკვე დავასრულეთ ჩვენ აღნიშნული კვლევები, რამაც მოგცა შესაძლებლობა, რომ ქონოდა უკვე სურათი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულად. საბოლოო ჯამში ყველა სხვა დიაგნოზი გამოირიცხა, დარჩა ის, რაზეც ჩვენ ეჭვი გქონდა, რაც უკვე აღვნიშნეთ, მანკილოზირებული სპონდილიტი, სამუშაო დიაგნოზად, დარჩა ძირითად დიაგნოზად და ამის გარდა ჩვენ ვიცით უკვე, როდესაც დავიწყებთ თერაპიას და ეს იქნება ხვალ პირველი ინექცია, რომ არანაირი ვთქვათ თანხლები ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი ელენეს ორგანიზმში არ მიმდინარეობს, რაც ხელშეუშლიდა ამ პრეპარატის ადმინისტრირებას ან გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში პრობლემა გვექნებოდა დიფერენცირების უკვე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი მივიდა დასასრულისკენ, როდესაც შეგვიძლია რომ დავიწყოთ მკურნალობა თავისუფლად და დავაკვირდეთ უკვე ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუმცა ამ ეტაპისთვის, ვთქვათ, სიმპტომურად მე ბრიფინგზეც აღვნიშნე, ტკივილი, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა და ეს იყო მთავარი სიმპტომი, რამაც ელენეს ასე ვთქვათ, რეაგირება განაპირობა და მიმართვა პენტენსიური სამსახურისადმი თვეების წინ, რომ გამოეკვლიათ და ემკურნალათ, მთავარი სიმპტომი, რაც მას აწუხებდა და ტანჯავდა, იყო ტკივილი, მეტნაკლებად შემსუბუქებულია, იმიტომ რომ გადმოყვანისთანავე დავიწყეთ ტკივილის მართვა სხვადასხვა გზებით და მეთოდებით, რომელიც მიზანშეწონილია ასეთ დროს და შეიძლება ითქვას, რომ სიმპტომურად მისი მდგომარეობა არის დღეისთვის გაუმჯობესებული და სტაბილური. თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ ბევრად უკეთი იქნება უკვე უშუალოდ მისი დიაგნოზის სამკურნალო პრეპარატის დაწყების შემდგომ, რაც არის გრძელვადიანი პროცესი, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება და მას ესაჭიროება მართვა. მაგრამ საბედნიეროდ ეს დაავადება არის მართვადი, თუ კი იქნება ადეკვატური მკურნალობა და ჩართულობა, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა პაციენტის ექიმთან. კი ბატონო და ანუ საქართველოს პირობებშიც ანა მკურნალობა შესაძლებელია, ხო, როგორც
დიახ, საქართველოს პირობებში შესაძლებელია, ვინაიდან დღეს საქართველოში შემოდის თანამედროვე პრეპარატები სხვადასხვა ჯგუფის, რომელიც კონკრეტულად ამ დიაგნოზისთვის გამოიყენება, საბედნიეროდ ქვეყანაში არსებობს ეს პრეპარატები, არჩევანი გაკეთდა ერთ-ერთ მათგანზე იმ რისკების შეფასებით, რომელიც LNS დიაგნოზის შემთხვევაში ან მისი ანამნეზიდან გამომდინარე გქონდა, ვინაიდან თქვენ იცით, რომ 2024 წელს ის თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა დიაგნოსტირებისთვის და სამკურნალოდ, მაშინაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა დღევანდელ დღეს თქვათ ის დიაგნოზები არ ფიგურირებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულ იქნას მკურნალობის დაგეგმვის პროცესში და ამიტომ არჩევანი გაკეთდა ერთ-ერთ პრეპარატზე, რომელიც დღეს საქართველოში არის და ხვალ მოხდება პირველი დოზის ადმინისტრირება. კი ბატონო, მადლობა ანა, მადლობა მალე გამოჯანმრთელებას ვსურვებთ ელენეს.